აბა საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. დადგა კიდევ ერთი სამშაბათი, ცხრის ნახევარსაც უკვე გადასწდა, რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ რუსთავიორის პირდაპირ ეთერში თქვენ თვალს აადევნებთ ლოტო 642-ს, რომელიც ახლა აიღებს თავის ენერგიულ სტარტს და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც წარმატებული აღმოჩნდება როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენს თხემით ერფამდე შეიძლება ითქვას, რომ ჩართულები ვართ ხოლმე აი სიხარულში. მოკლედ საქართველოს ეროვნული ლოტარია აგრძელებს თქვენთვის არაჩვეულებრივ შემოთავაზებას იმისა, რომ გახდეთ მილიონერი და ჩვენი საპრიზო ფონდებიც მოგეხსენებათ, რომ მოწოდების სიმაღლეზეა. ჯეკპოტი 593,647 ლარს შეადგენს, ხოლო მეორე საპრიზო კატეგორიაში საკმაოდ მსხვილი, სოლიდური, კარგი თანხა მოგროვდა ამასობაში და თქვენ კარგად იცით, რომ კვირიდან კვირამდე ეს საპრიზო ფონდები არის ხოლმე მზარდი და 254,000 ლარს ის უკვე გასცდა. დღეს არის 793 ტირაჟი და ნახოთ რა კომბინაციებს შემოგთავაზებს პირველ რიგში ჩვენი ლოტოტრონი და რა თქმა უნდა შემდეგ მთავარი ამბავი არის ის, რომ ის დაემთხვეს თქვენს მიერ შევსებულ ბილეთებს და ციფრებს. მოდი ავიღოთ სტარტი 3, 2, 1 და დავაჭიროთ ჩვენს ჯადოსნურ ღილაკს ხელი. ნახოთ დღეს რომელი ფერი რა რიცხვი გახსნის ციფრების კომბინაციას და აი ბატონო ისიც 29 შემოგთავაზა დღეს ჩვენმა ლოტოტრონმა მწვანე ფერის ბურთმა დაიწყო დღევანდელი კომბინაცია. მეორე მომგებიანი ბურთიც უკვე მოგორდა ჩვენამდე და ის გახლავთ 35 და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ სწორედ ეს ციფრები გაქვთ მოხაზული თქვენს ბილეთებში. 40 მესამე მომგებიანი ბურთი საკმაოდ მაღალი რიცხვი შემოგთავაზა ლოტოტრონმა და აი მეოთხე მომგებიანი ბურთიც უკვე ადგილზეა და ის გახლავთ 36. ველოდებით უკვე მეხუთე მომგებიან ბურთს, კვლავ ლურჯი ფერის, 14 საშუალო ციფრია ამჯერად და მეექვსე მომგებიანი ბურთი, რომელიც გადამწყვეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაშინ თუ ჩვენ ვფიქრობთ და მიზანში ამოღებული გვაქვს ჯეკპოტი. და ბონუს რიცხვიც დაგვრჩა და ის გახლავთ 22. მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ჩვენი მომგებიანი ბურთები. 29-ით უნდა დავიწყოთ, 35, 40, 36, 14, 34 და ბონუს რიცხვი გახლავთ 22. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ახლა სიხარული ჯრიამულია თქვენს ოჯახებში და რომელიმე თქვენგანმა მიზანს მოარტყით, შეიძლება ითქვას 10-იანში. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ, მას შემდეგ რაც ჩემგან ხელმარცხნივ წამოგვეწევა შედეგები, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესე იგი საქართველოს ეროვნული ლოტარია აგრძელებს თავის ერთგული მოთამაშეების გახარებას, მით უმეტეს სულ ახლახანს დაახლოებით ნახევარი საათის წინ ოქროს ბურთში 5.35-ში გათამაშდა მეორე საპრიზო კატეგორია და მოგებამ ბილეთზე შეადგინა 17,674 ლარი. გამარჯვებულს მე რა თქმა უნდა ვულოცავ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ან რამდენიმე ადამიანი, რომელიც აქტიურად თამაშობთ ხოლმე ყოველ სამშაბათს და პარასკევს ლოტო 642-ს, აუცილებლად მოგილოცავთ მსხვილ თანხებს და ვთხოვ ახლა რეჟისორს, რომ შედეგები წამოგვაწიოს და როგორც ვხედავ, მესამე საპრიზო კატეგორია გათამაშდა და მოგებამ ბილეთზე შეადგინა ამჯერად 7,911 ლარი. ერთი გამარჯვებული ჩვენს ყავს, გარდა ამისა მეხუთე და მეექვსე საპრიზო კატეგორიებიც გათამაშდა, მაგრამ არ გათამაშდა დღეს ჯეკპოტი, მეორე საპრიზო კატეგორია, რაც იმას ნიშნავს და სხვა შორის მეოთხეც, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი შანსები იზრდება და თქვენ კარგად იცით, რომ კვირიდან კვირამდე ეს საპრიზო ფონდები არის მზარდი. გახსოვდეთ, რომ იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება შეუძლია ყველას, ამიტომ იაქტიურეთ. პარასკევს შევხვდებით უკვე ჩვენ ერთმანეთს. დროებით.